მაინც მე რამდენად ნახე ეს ფილმი. სანამ ალბათ ვისაუბრებდეთ იმ თემაზე, რომელიც ჩემი აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი. მახსოვს რომ ჯერ გეტყვით რომ ისტორიას მოკლედ სანამ ლელას გავცემდი სიტყვას ამ ფილმის ისტორიას, როგორ მოხდა ეს ფილმი პირველად მე ვნახე, როდესაც ინსტიტუტში ჩავაბარე. კინოსახლში იყო მაშინ ეგრეთ წოდებული დახურული ჩვენებები შენ გახსოვს თუ შენ პატარა გახსოვს ცეკას დივნებისთვის და კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრებისთვის. ეს ორი ჩვენება იყო ხოლმე კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრებისთვის და მეორე იყო ცეკას დივნებისთვის. ნუ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ქალაქის ცხოვრებაში, მილიცია ცხენებზე ამხედრებული იცავდა რუსთაველის მოედანს, ზემელს მაშინ და გადაკეთებული ეს დახატული მოსაწვევებით ინსტიტუტ აკადემიაში დაარეკეს რამდენიმე კაცმა, ვიყიდეთ ეს დახატული მოსაწვევები და ვიღაცები შეძრდნენ, ვიღაცები ვერ და მაშინ ნახე ეს ფილმი. ხო და შავ-თეთრი ვარიანტი იყო და ეს იყო გაზაფხული. ზაფხულში მოსკოვში ვიყავი ფესტივალზე და იქ ვხედავ სადღაც აფიშაზე წერია რომ ლაქიმენი გამოდის ეს ფილმი ეკრანებზე, საბჭოთა ეკრანზე. რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, იმიტომ რომ ის რამდენიმე სცენა, რომელიც ამოიღეს ფილმიდან, იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ერთი და მეორე, მაინც არ მჯეროდა რომ ფილმებს ჭრიდნენ. და აი ამ ფაქტის მოწმე გავხდი. და ძალიან საინტერესოა რა ამოჭრეს. ამოჭრეს ესე იგი მთლიანად აი სცენა ფართის ну გასაგები იყო რამას ამოჭრიდნენ, სხვა ჩვენს ახლა უყურებდი ძალიან საბავშვო ფილმის სცენარი და მაშინ ეს იყო მართლა გვეგონა რომ კინოსახლში უჩვენებდნენ პორნოგრაფიას. ხალხი მიდიოდა ამ სანახავად რომ იქ არის სცენა რომელიც არის პორნოგრაფია. ეხლა სეკუნდები. ეს ამოჭრეს რატომღაც თუცოვაძოებს ამ დროს პრინციპში ეს ესეთი ათეისტური გამფრით შეეძლოთ ჩვენებრივ ამას თლიანად ეს სცენა თლიანად ამოიღეს ეს ძალიან საინტერესო ამოჭრეს ეს მაზოხიზმის სასამართლოს სცენა და ყველაზე საინტერესოა იდეოლოგიური თვალსაზრისით ამოჭრა აი მთელი სცენის თვითმკვლელობა აი ამ ქალის ისი თქმა უნდა თამით ეს ცოტა გაუგებარი იყო ის კი რატო ამოჭრეს რომ ღარიბი ადამიანები იმ არა რევოლუციას აწყობენ დასავლეთში არამედ იკლავენ თავს ხო ნუ დაახლოებით ასე ესეც საერთოდ არ გამხდარება და რაც თავარი ამოჭრეს ეს რო აგორებენ ამ კასას მე ვფიქრობ რომ ამოჭრეს იმიტომ რომ გაუგებარი იყო საბჭოთა მაყურებელი ვერ გაიგებდა მაშინ ფილმის სიუჟეტს რატო გაცოცხლდა და მაშინ ეს მაიკუტრებს ხო და აი ეს მაინც გამოვიდა ეკრანებზე ეს ფილმი. მაინც გამოვიდა ეკრანებზე და მე აღარ მახსოვს როგორი შეფასება იყო, მაგრამ ჩემი თაობისთვის ეს იყო მართლა ძალიან დიდი მოვლენა, ნუ გარდა იმისა, რომ მუსიკა პირველად ასეთი მუსიკა აკრძალული იყო, ეხლა არაფერი არ არის, მაშინ ჩვენ პირველად გავიგეთ ასეთი მუსიკა მithumetes ეკრანიდან და mithumetes ამას ცოცხალი მომგარალი, როკ მომგარალი და მოგვიანებით უკვე როდესაც ვიდეოებზე უკვე ვნახეთ მექანიკური პორტოხალი სტენლი კუბრიკის და მოგეხსენებათ რომ ჯერ გამოვიდა მექანიკური პორტოხალი და ერთი წლის მერე ლიცე ანდერსონმა გადაიღო ეს ფილმი ფილმის მსახიობობით მე მგონი ეს კინოს მოყვარულები ორ ჯგუფად დაიყვნენ ეს კუბრიკისტები და ლიცე ანდერსონისტები მე მეორე ჯგუფს მივაკუთვნებ ჩემ თავს იმდენად ძლიერ მივაკუთვნებ რომ მართალი გითხრათ სტენლი კუბრიკის ეს ფილმი არ მიყვარს და ძალიან საინტერესოა რომ დღეს როცა დისკუსიები მიდიოდა არა მარტო Facebook-ში არამედ ნუ აი ინსტიტუტშიც აი მემარჯვენეობა მიმარცხენეობაზე და ადამიანის ბუნებაზე ისეთი როგორი ადამიანის ბუნება და რა უყოთ როგორ გავაუმჯობესოთ ასე ვთქვათ ადამიანი და როგორ გავხდეთ უფრო კეთილშობილი რამდენადაც სტენლი კუბრიკის ფილმი ძალიან პესიმისტურია ხო პრინციპში არანაირი გამოსავალი არ არის რომანიც და კიდევ უფრო მეტად ფილმი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პესიმისტური რომანიც და ფილმიც რაც დაწერილა აი ამ 68 წლის ამბების მერე რაც საერთოდ მოხდა და გვინახავს იმდენად ჩემი აზრით აი ეს პოლემიკა ლიცე ანდერსონის სტენლი კუბრიკთან არის ძალიან საინტერესო რადგანაც
ეს ძალიან სუბიექტური აზრია, ჩემი და ალბათ გასაწყისისთვის ამას ვიტყავი ძნელად ამეთანხმება თუ არა, მაგრამ ლიცე ანდერსონი მე მგონი ამბობს, რომ ოკეი, ეს ყველაფერი სწორია, რასაც შენ ამბობ და რაც არის მექანიკურ პორტუხალში, ეს ყველაფერი არის, მაგრამ გამოსავალიც არის. და ეს გამოსავალი არის ამ ფილმის ფინალში. ესე იგი, გამოსავალი არის იმაში, რომ ჩვენ შეიძლება შევთანხმდეთ სოციოლოგები შეიძლება შეთანხმდნენ, პოლიტიკოსები, ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები, რაც თავარია, რომ ადამიანი არის ასეთი, ხო? მაგრამ ასეულს კი ხელოვნება და შემოქმედება, რომელიც გადახაზავს ყველა იმ მოძღვრებას, რომელიც აქამდე შექმნა იდეოლოგებმა, პოლიტიკოსებმა, სოციოლოგებმა, ფსიქოლოგებმა, განსაკუთრებით ფსიქოლოგებმა. შემოქმედება, რომელიც ყველა ამ თეორიას დაანგრევს. ოღონდ შემოქმედება იმიტომ არის შემოქმედება, რომ ის არასოდეს პასუხს არ გასცემს, აბა რა უნდა იყოს. ხო, ის დასვავს კითხვას, მაგრამ შემოგთავაზებს კარნავალს, ნიღბების ცვლას, კულტურას და ხელოვნებას, ხო, რომელიც პრინციპში არის გამოსავალი. მე ასე მგონი ამ ფილმის აზრი არის, კიდევ მე თუ არ მეთანხმებით შეგიძლიათ შემოკამათოთ, იმიტომ რომ აქ არის ფაქტორად ყველა სოციალური სფერო, თითქმის ყველა იდეოლოგია, რომელიც მაშინ იყო პოპულარული 60-იან, 70-იან წლებში, პოლიტიკა, ეკონომიკა, ფსიქოლოგია, ну ყველაფერი რაც შეიძლება, კოლონიალიზმი, ტექნოლოგია, მედიცინა, ხო, მეცნიერება, რომელშიც ძალიან ბევრი რაღაცა ხსნას ხედავდა, ხო, მაშინ. და პრინციპში ყველაფერის მიმართ ლიცე ანდერსონი გამოხატავს ეჭვს. ასე რომ თქვა ყველაფერს დასცინის, კი ბატონო, მას აქვს კიდევ ერთი ფილმი, რომელსაც ბევრი თვლის რომ უკეთესია ვიდრე ლაკიმენი, ну მე არ ვთვლი რომ უკეთესია, ნამდვილად გენიალურია, ეს არის ჰოსპიტალი ბრიტანეთი, რომელიც ამ ფილმის მერე გადაიღო მან, სწორედ ამ თანამედროვე ტექნოლოგიებზე და რომელიც არის უფრო ჩემი აზრით პაროდია 70-იანი წლების მემარცხენეობაზე, იმიტომ რომ ეს ჯაფსტონსანი პოწონკინის პაროდირებას ახდენს ის ფილმში. მაგრამ აი ამ გამოსავალს ის აი ამაში ხედავს ამ ფინალში, ამ ფილმის ფინალში ხედავს, როდესაც არ გედინება, მაგრამ თამაშობ. ოღონდ თამაშობ არა იმიტომ რომ რაღაც აი სიყალბის და ფარისევლობის სივრცეში იჭრები. არამედ იმიტომ რომ თამაშობ, იმიტომ რომ შემოქმედება არის თამაში შეფასებას, ხო? აი ეს არის ჩემი აზრი, ხელი რა სიტყვის რამდენად ამეთანხმება არ ვიცი. ხო, არ ვიცი, ეს არ არის აუცილებელი და რა თქმა უნდა. ხო, ну მე ცოტა ბევრი ვიფიქრე, რითი დამეწყო და სწორედ იმითი ვაპირებდი დაწყებას, რითიც გოგინ დაიწყო, რომ რა მოჭრეს ამ ფილმიდან საბჭოთა პერიოდში, ესე იგი ამოჭრის მიზნები გოგინ ერთი ფილმები ჩემზე კარგად იცის, მაგრამ რა ინფორმაციაც მე მაქვს იმის შესახებ რა სჭრიდნენ და რატომ ჭრიდნენ დასავლური ფილმებიდან. ერთი იყო რომ საბჭოთა მოქალაქეს არ მიებაძა რაღაცისთვის, ეს იყო უდაოდ არ მოსწონებოდა რაღაც და მეორე არ ამოეცნო საკუთარი ყოფა დასავლურ ფილმებში. ეხლა აქ ამოჭრილი სიუჟეტებს აბსოლუტურად პასუხობს ამას და აი რაზეც გოგიმ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება, რატომ ამოჭრეს აი ეს თვითმკვლელობის ამბავი, რომ ყოფა პრინციპში, რაშიც ეს ქალი იმყოფება, ხო, ძალიან ჰგავდა საბჭოთა ადამიანის ყოფას იმ პერიოდში. საერთოდ საბჭოთა ადამიანის ყოფას და აი მუშათა კლასის, რომელზეც იდგა ეს თემი, მარქსისტული და კომუნისტური იდეოლოგია, მუშათა კლასი, როგორც ცხოვრობდა, ეს იყო აბსოლუტურად იდენტური. მე რომ ნახე ეს ფილმი სრული სახით, ხო, ძალიან ბევრი ჩემი ნათესავი და ჩემი მეზობელი გამახსენდა. აი სწორედ ამ კადრზე. სხვაგან უფრო სხვა რაღაცები მახსენდებოდა, მაგრამ აი ყოფა საბჭოთა ყოფასთან აბსოლუტური, აი იდენტური განცდა მქონდა, როდესაც აი ეს კადრი ვნახე. ეს ქალი, რომელიც ნუ თითქოს ისეთი კონტურებით ევროპელია, ევროპული გარეგნობა აქვს და ასე ვთქვათ, არ შეიძლება შეგეშალოს ჩვენი ნაწილის ადამიანთან, ძალიან გავს ის საბჭოთა ადამიანს, მუშათა კლასის წარმომადგენელს და ყოფა ზოგ
ზოგადად ეს აუტანელი სიღატაკე, რომელიც ძალიან გავრცელებული იყო საბჭოთა კავშირში იმ პერიოდში. ამიტომ ეს დამაფრთხობელი სიუჟეტები, რომელშიც საბჭოთა ადამიანს შეიძლება საკუთარი თავი ეცნო, ყველაზე მეტად აშინებდა იდეოლოგიას საბჭოთა კავშირში. ეხლა მეორე რაც, თქვათ, მინდოდა მე აუცილებლად მეთქვა თქვენთან და ჩემთვის უფრო საინტერესო არის შეკითხვები, იმიტომ რომ ესეთ დისკუსიებზე ცოტა მაღიზიანებს ხოლმე, როცა ჩვენ ვიწყებთ ლაპარაკს. იმიტომ რომ რაღაცნაირად თითქოს კარნახობთ შემდეგ აუდიტორიას მიმართულებას, როგორ უნდა წავიდეს, მაშინ როდესაც ბევრად საინტერესო არის სხვების ბევრის აზრი, ვიდრე 2 და 3 ადამიანის ბევრმა მოგცეს ჩვენ მიმართულება, ვიდრე ჩვენ მივცეთ მათ აზრს მიმართულება, ხო? მაგრამ მეორე რაც მე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ამ ფილმთან დაკავშირებით და ზოგადად იმ მომენტთან დაკავშირებით, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით ახლა, ეს არის კარიერა და კონფორმიზმი. ხო, ეს სადაო საკითხი არის, ძალიან ბევრი წერილი წამიკითხავს ამასთან დაკავშირებით, ბევრ დისკუსიას დავსწრები ვარ, მაგრამ მაინც მგონია, რომ არ არის მკაფიოდ გამოკვეთილი, რა არის კონფორმიზმი, რა შეიძლება იყოს თანამედროვე საქართველოში კონფორმიზმი და როგორ შეიძლება უკავშირდებოდეს ეს კარიერას, ადამიანის კარიერას, ხო? ეხლა ჩვენ საბჭოთა შვილები ვართ, მე და გოგი ნამდვილად და თქვენ რამდენად არ ვიცი. და ძალიან ბევრ ნიუანსში, აი ისეთში, რომელსაც შემდეგ 2-5-10 წუთის შემდეგ, როცა ჩემ თავს შევხედავ, როცა რაღაც გავაკეთე, ან თქვი, ძალიან ბევრ ნიუანსში ვარ საბჭოთა ადამიანი. ძალიან ბევრ ნიუანსში, უბრალოდ ალბათ ვიღაცებისგან განსხვავებით, შემდეგ 5 და 10 წუთის შემდეგ შემიძლია დისტანცირდე ამ ქცევისგან და აზრისგან და აღმოვაჩინო, რომ საბჭოთა ვარ და თქვათ შევეცადო მეორეთაც იგივე არ გავაკეთო, ხო? ეხლა რაც ეხება კონფორმიზმს, ხო? აი საბჭოთა პერიოდში, თქვათ, მე სკოლის მოწაფე ვიყავი 70-იან წლებში, სტუდენტი გავხდი 80-იან წლებში, მერე უკვე ეს ეროვნული მოძრაობები და რაღაც ჯანდაბები დაიწყო და უკვე სად იყო ძალიან რთული იყო ამის გარკვევა, ისევე როგორც დღეს არის ძალიან რთული. საბჭოთა პერიოდში შეუძლებელი იყო, რომ სკოლა დაგემთავრებია, კი, თუ ნიჭიერი იყავი და არიან ადამიანები, ეგრეთ წოდებული self-made ადამიანები, რომლებსაც მე ვიცნობ, მაგრამ ეს მაინც იყო პრეცედენტულად ცოტა. მიუხედავად იმისა, რომ მე ჩემ თავსაც self-made ადამიანად მივიჩნევ, ჩემს ბიოგრაფიაში იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ხელი შეუწყეს ჩემს კარიერას. იმიტომ კი არა, რომ რაღაც ჩამიწვეს. აპრიორი მე ვიყავი ვიღაცის, თქვათ, ცოლი ან ვიღაცის რძალი, ხო და ეს აპრიორი მოქმედებდა. ჩემს კარიერულ წინსვლაზე, მაშინ, როდესაც შეიძლება ჩემი აცნობები, თქვათ, მეგობრები, მეგობრებს რაღაც მომენტში, სწორედ იმიტომ, რომ არავის ცოლები და ძლები არ იყვნენ, ბევრად გახნელებოდათ რაღაცა კარიერის გადალახვა, ვიდრე მე. ეს იყო ნამდვილად და არის დღესაც. ამის ნათელი დადასტურება არის, არავის არ შეუსწავლია, თუმცა ჩემ სტუდენტებს სულ ვეუბნები, რომ ჰაერი გაჯერებული არის საქართველოში შესასწავლის საკითხებით. აი და ქუჩები სავსეა ამ საკითხია ეს საკითხები, აი უბრალოდ რაღაც ინტერესი უნდა გქონდეს ადამიანს. აი მაგალითად, რომ შეისწავლო კათედრის გამგეები საბჭოთა პერიოდის. რაღაცა მომენტიდან, თქვათ 1970 წელს ვინ იყო ფილოლოგიის კათედრის